დღევანდელ ლექციაში მე მოგიყვებით თუ როგორ უნდა მოახდინო ქალზე დომინირება სწორად და ხარისხიანად. მოგაცვდით პრაქტიკულ ინფორმაციას, რომლის გამოყენებასაც უკვე დღეიდანვე შეძლებთ. მამაკაცთა უმრავლესობა თავისივე არასწორი გადაწყვეტილებების ტყვე ხდება. თავისი ვერ გააქვს ქალთან. და რომც გაიტანოს ვერ აკეთებს მაგას ხარისხიანად, რასაც შემდგომ ნეგატიური შედეგები მოჰყვება და მამაკაცი ტირანად იქცევა. რაღაც წყენებს აგროვებს, ეჭვიანობებს იწყებს, შემდეგ კი ულტიმატუმის ენით ესაუბრება ქალს. და როდესაც ხედავს, რომ ეს ყველაფერი არ მუშაობს, კიდევ უფრო დეზორიენტირებული ხდება და საბოლოო ჯამში ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. რითაც თავისთავად სულ უფრო და უფრო ისუსტებს პოზიციას და ქალისთვის არასასურველი ხდება. ახლა რაიმე კლასიკურ და ყველაზე გავრცელებულ მაგალითს მოვიყვან და ისე გავარჩევ, რომ უკეთ გავიაზროთ რაზეა საუბარი. ვთქვათ, გაიცანით ერთმანეთი, ორმხრივი სიმპათიაა, ყველაფერი რიგზეა. ერთად ატარებთ დროის დიდ ნაწილს, ქალი მზრუნველობას იჩენს, შენ სრუნავ მასზე, ჩიტები ჩიკჩიკებენ, კარგი ამინდია და ნუ მოკლედ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ არის რაღაც ქალის ცხოვრებაში, ჰობებში, ან გარემოცვაში, რაც შენ გაწუხებს, რაც შინაგანად გძაბავს. და აქ ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, თუმცა ყველაზე გავრცელებული მაგალითი განვიხილოთ. ვთქვათ, ჰყავს ვიღაც კოლეგა მამაკაცები, რომლებთანაც ჯიგრული ურთიერთობა აქვს, როგორც თვითონ ამბობს. ან თუნდაც ბიჭი მეგობრები ჰყავს, ბავშვობის ძმაკაცები და რაღაც მაგვარი. ამ ვითარებაში არსებობს ორი მოქმედების სტრატეგია, რასაც მიმართავს მამაკაცთა უმრავლესობა და პირდაპირ ვიტყვი, რომ ორივე არასწორია. პირველი არის, როდესაც ფიქრობს, რომ ურთიერთობაში ყველაფერი კარგადაა, არაფერი პრობლემა არ არის. გრძნობები, მზრუნველობა, სიყვარულობანა, ყველაფერი რიგზეა და მე მგონი მაგის გამო დაძაბვა არ ღირს. ხო და რატომ ვიფიქრო სულ ნეგატივზე, დღეს და ახლა ხომ ყველაფერი კარგადაა. დაახლოებით ასე მსჯელობს მამაკაცი. ეგ კი არის პრობლემის იგნორირება, რაც სამომავლოდ გადადებულ პრობლემას ნიშნავს. კი აგრძელებს ქალთან ურთიერთობას, მაგრამ კაფიოდ გამოხატული მესაკუთრის შინაგანი შეგრძნება არ აქვს, რაც ფონურად სულ აწუხებს. ოღონდ უმნიშვნელოდ აწუხებს და არც აქცევს ყურადღებას. გადის ერთი თვე, 6 თვე, 1 წელი და დგება მომენტი, როდესაც ის უკვე ღიად იძაბება, ბრაზდება და ეჭვიანობს. და აქ ამოტივტივდება ეგ პრობლემაც. გამოდის, რომ შენ მასთან დაიწყე ურთიერთობა მაგ პირობებზე და თავიდანვე თანახმა იყავი მაგ ყველაფერზე. ახლა კი როდესაც ხედავ, რომ ვიღაც მის მეგობარ ბიჭს ემესიჯება და მესიჯობის დროს რომ იღიმის გაღიზიანებს ეგ ფაქტი და იწყებს საქმის გარჩევებს, პრეტენზიის სახით ეუბნები, რომ ეგ მე არ მაწყობსო. და იმახსოვრეთ, რომ ეს მიდგომა აბსოლუტურად ყოველთვის დაასუსტებს თქვენს პოზიციას. ხოლო იმაზე გათვლა, რომ ქალი გეტყვის, რომ უი არ ვიცოდი თუ გაწუხებ და ეგ კარგი დავირიწყებ ყველასო, არის მოზარდი ბავშვის ფანტაზია. ასეთი რამ არ მოხდება და ტყუილად ნუ გექნებათ მაგაზე გათვლა. ქალი აღიქვამს ასე. შენ იყავი თანახმა ამ პირობებზე, შენ სულ ხედავდი, რომ ეს ასე ხდება ჩემს ცხოვრებაში და ახლა რატომღაც უცებ მოგინდა მაგ წესების შეცვლა. შენივე ქცევაში, შენივე გადაწყვეტილებებში ხარ არათანმიმდევრული. ზუსტად ამიტომ ეგ ყველაფერი გადაიქცევა ისეთ კონფლიქტებში, სადაც ქალს აქვს სრული თავდაჯერებულობა თავისი პოზიციის სისწორეში. და თუ გაგიმართლა და მანამდე შემთხვევით ისე დაალაგდა თქვენი ურთიერთობა, რომ შენ სრულიად ძლიერი პოზიცია გიკავია და ქალის თავში შენი მნიშვნელობა ძალიან მაღალია, მხოლოდ ასეთ პირობებში წავა ქალი დათმობაზე. თუმცა მთელი პრობლემაც იმაშია, რომ არც ეგ მეთოდი არ მუშაობს. მეორე სცენარიც ზუსტადაც ეგ არის, როდესაც ვთქვათ, თავიდანვე გაიაზრე, რომ ეგ არ გაწყობს და ეგრევე აჯახე ქალს, რომ ასეთი ურთიერთობა არ მაწყობს, სადაც შენ ვიღაც შენს ბიჭ მეგობრებს ეკონტაქტებიო. ამ წუთიდან ჩემო ლამაზო, შენ მაგ ადამიანებთან წყვეთ კონტაქტს. შენ უკვე კაცი ყავს გვერდზე და მასეთი საქციელი ულამაზოა. ხო და რატომაც არის სამომავლოდ გადადებული ძალიან დიდი პრობლემა ეს სცენარი, ახლა ერთ წინადადებაში გეტყვი. შენ მაგით მხოლოდ და მხოლოდ ავიწროვებ ქალს, მისი შინაგანი შინაარსი კი არავითარ შემთხვევაში არ იცვლება. ეგ არის სესხივით, რომლის გადახდაც მოგიწევს და რომელსაც თავისი პროცენტებიც მოჰყვება. როდესაც ქალს ავიწროვებ, გარდა იმისა, რომ ის შინაარსობრივად შინაგანად არ იცვლება, ასევე მას უჩნდება შინაგანი წყენა შენს მიმართ. ანუ მას აქვს თავისი აზრი მაგ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე, სანამ შენ ხარ მისთვის ღირებული, რადგან ნეირომედიატორებს გამოყოფ მასში, უბრალოდ ამიტომ თვალს ხუჭავს მაგ ყველაფერზე. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ და როგორც წესია ყველაზე არასასურველ მომენტში ქალი პრეტენზიის სახით დაგიდებს მაგას ცხვირწინ. გეტყვის, რომ შენ მე მზღუდავ, მახრჩობ, მოსამსახურესავით სახლში დამსვი, ყველასთან გამაწყვეტინე კონტაქტი და ასე უსასრულოდ დაგილაგებს პრეტენზიებს. ბევრს აღარ გავაგრძელებ, მსგავსი ვითარება ბევრი მამაკაცისთვის ნაცნობია ისედაც. ზუსტად ამიტომ, არც შეზღუდვა და ძალით გატანა არ აგვარებს მაგ პრობლემას. ანუ რეალურად არც ეგ არის ქალზე სწორი დომინირება. რას გთავაზობთ მე? სინამდვილეში აქ არის საჭირო დიდი დოზით სიცბიერის ქონა. თუმცა სიცბიერე კი არა, უბრალოდ სიჭკვიანით შეგვიძლია დავარქვათ ამას. მოდით თანმიმდევრულად გავყვეთ. წარმოვიდგინოთ რადიკალური სცენარი.
ვთქვათ გავიცანი ქალი და იმდენად ეფექტურია ჩემი ქცევის მოდელი, რომ ის გაგიჟდა ჩემზე და ძალიან მუნდივარ მას. ამ ვითარებაში მე ვხვდები, რომ რა პრეტენზიაც არ უნდა წავუყენო, ის აბსოლუტურად ყველაფერზე სიხარულით დამთანხმდება. იმიტომ რომ ძალიან ძლიერი პოზიციით შევედი მასთან ურთიერთობაში და მის თავში ჩემი მნიშვნელობა მათემატიკურ პიკს აღწევს. ანუ მეტი შეუძლებელია. შესაბამისად, როდესაც ის მეუბნება, რომ ამას აღარ ვიზამო, მე ვხვდები, რომ ის იტყუება. და საქმე იმაში კი არ არის, რომ ის მე მატყუებს. არა, ის სიტუაციურად გულწრფელად ამბობს მაგას, მას თვითონაც სჯერა მაგ ტყუილის. იმიტომ რომ ნეირომედიატორი ჰორმონებით არის გაბრუებული. შესაბამისად იმასაც ვხვდები, რომ მომავალში მისი რეცეპტორების მგრძნობელობა ნეირომედიატორების მიმართ დაკლებას დაიწყებს. და მან და არაფერი ჩემი ეფექტური ქცევა აღარ უშველის. ეგ არის უბრალოდ ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური კანონზომიერება. ვხვდები, რომ ეგ არ არის მისი თავისუფალი ნება. ვხვდები, რომ ის თავისუფლად არჩევანს ჩემამდე აკეთებდა და ეგ წარმოადგენს მის რეალურ შინაარსს. აქედან გამომდინარე იმასაც ვხვდები, რომ მომავალში ეგ ყველაფერი მისი მხრიდან პრეტენზიად იქცევა, რომ მე მას ვახრჩობ და ვზღუდავ. როგორია ამ ვითარებაში ყველაზე ეფექტური ქცევა? გაიცანი ქალი, რამდენჯერმე შეხვდი და ხვდები, რომ არის ისეთი რაღაცები მის ცხოვრებაში, რაც შენ დისკომფორტს გიქმნის. ისევ იგივე მაგალითი იყოს, რაც ცოტა ხნის წინ მოვიყვანე. უბრალოდ უნდა აღნიშნო, რომ მე ვერ წარმომიდგენია სერიოზული, ხანგრძლივი ურთიერთობა ისეთ ქალთან, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს ვიღაც სხვა ბიჭთან. რომ ქალისა და მამაკაცის მეგობრობას სკეპტიკურად უყურებ. მაგრამ შენ სიტყვებში არ უნდა იყოს ნეგატივი. ეგ არ უნდა ჟღერდეს ისე, თითქოს და ძალიან განერვიულებს. თუ შენ ეგ განერვიულებს, მაგით ქალი ხვდება, რომ ესე იგი ძალიან გინდა ის. შესაბამისად მასზე უარის თქმა გაგიჭირდება და შეუძლია აქეთაც მოგაწვეს. ამიტომ მაქსიმალურად ნეიტრალურად და ღიმილით უნდა გადასცე ეგ ინფორმაცია, უბრალოდ უნდა დააფიქსირო შენი პოზიცია. არაფერი კამათი და განხილვა არ არის საჭირო. შემდეგ კი ჩვეულებრივად აგრძელებ მასთან ურთიერთობას. და რაღაც მომენტში, როდესაც ჩათვლი, რომ ახლა დროულიაო. ეგ შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, როდესაც პირველად რაღაც თუნდაც მცირედი გაუგებრობა, დაძაბულობა შეიქმნა თქვენს ურთიერთობაში. და ეგ აუცილებლად მოხდება. შენ აუცილებლად მზად უნდა იყო მაგისთვის. არ უნდა აიგნორო საკუთარი შეგრძნებები, აუცილებლად უნდა შეიგრძნო ეგ მომენტი. და ზუსტადაც მაგ მომენტში უნდა უთხრა შემდეგი. მისმინე ნინუცა, მე ძალიან მსიამოვნებს შენთან ურთიერთობა. უბრალოდ ასეთ პირობებში ცოტა ვერ წარმომიდგენია ჩვენი ურთიერთობის ადეკვატური განვითარება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ის კონტაქტი, რაც გვაქვს, თუმცა უფრო ღრმა ურთიერთობაში შესვლა არასწორად მიმაჩნია. ფაქტია, რომ მსოფლმხედველობაში ვერ ვემთხვევით ერთმანეთს. შენ სხვა მამაკაცი გჭირდება, სხვა შეხედულებებით, რომელიც სხვანაირად უდგება ურთიერთობას. და მე არ ვარ ის. ეს ყველაფერი პირისპირად შეგიძლია უთხრა და მიმოწერაშიც. და კიდევ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაექცე, თუ აქეთ დაიწყო პერსპექტივებზე საუბარი. იმ მომენტშივე შეგიძლია უთხრა. შემდეგ რა ხდება? ვისაც არ აქვს გამოცდილება მოეჩვენება, რომ ქალი უკან დაუხედავად სადღაც გაიქცევა. ეგ არ არის მასზე. ეს არის ერთგვარი თავისებური ვაჭრობა. მან შეიძლება იმ მომენტშივე მოგწეროს, რომ რაღაც ძალიან იძაბები, მოდუნდიო. შენ აქ თავდაჯერებულად უნდა მიაწვე შენს პოზიციას, რომ არა, მე კარგად მესმის, რასაც ვამბობო. მან შეიძლება ისიც ეგრევე გითხრას, რომ ძალიან აფასებს თქვენს ურთიერთობას, ამიტომ გაითვალისწინებს მაგას და არაფერი პრობლემა არ იქნება. ან შეიძლება ისიც თქვას, რომ სამწუხაროა ასე რომ მოხდა, არა და კარგი კომუნიკაცია გქონდა. მე მესმის, რომ ყველას თავისი ხედვები აქვს, ამიტომ გისურვებ იმ ქალის პოვნას, ვინც შენ გჭირდებაო. ეს ყველაფერი თავისთავად არ არის სიმართლე. როგორც ვთქვი, ეს არის ვაჭრობა. შესაბამისად ის ფაქტი, რომ შენ დისტანცირდი მისგან, მას აუცილებლად 100%-ით აწუხებს და მან ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოგწეროს. ის უბრალოდ შენს რეაქციას აკვირდება. შენ კი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყო დრამატიზირება, თუ რამდენად ტრაგიკულია ეს ყველაფერი. გაიხსენე, რომ მანამდე თქვენს შეხვედრებში და თქვენს კომუნიკაციაში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტივი იყო. შენ მას პრეტენზიებს არ უყენებდი, არ ეკამათებოდი, რომ არასწორი ხარო და არაფერი მსგავსი არ გიკეთებია. ნეგატივი არ დაგიგროვებია. და ვისაც გაგიკეთებიათ, თქვენთვისაც ის გაკვეთილი უნდა იყოს ეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აკეთოთ. არაფერი აზრი არ არის მაგაში. შესაბამისად, თუ ყველაფერი ამ სცენარით განვითარდა, 10 წუთის შემდეგ, 1 დღის შემდეგ თუ 3 დღის შემდეგ, ის აუცილებლად გარდაულად აქეთ შეგეხმიანება. იმიტომ რომ შენ ყველაფერი ძალიან ლამაზად და კოხტად გააკეთე. და როდესაც მოგწერს, ის მაგით მაგ ახალ ხელშეკრულებას აწერს ხელს, ახალ პირობებზე გთანხმდება. მაგრამ, ახლა კიდევ უფრო ღრმად უნდა ჩავიხედოთ ამ საკითხში.
თუ შენ ფიქრობ, რომ ეგ ყველაფერი საკმარისია, ძალიან ცდები ჩემო მეგობარო. სულ რომ პირდაპირ სიტყვიერად გითხრას, რომ აბსოლუტურად ყველაფერს გავითვალისწინებო, შენ მაინც უარი უნდა უთხრა. მაგრამ საბაზისო კეთილმოსურვეობა ისე უნდა შეინარჩუნო. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი შენთან ურთიერთობას, იმიტომ რომ გულწრფელად ძალიან სასიამოვნო პიროვნება ხარ. მაგრამ მე კარგად მესმის ის, რომ შენ დღეს შეიძლება უარი თქვა მაგ კომუნიკაციაზე, თუმცა ხვალ ისევ შეიძლება მოგინდეს. ან შეიძლება იმაში დაინახო პრობლემა, რომ მე შეგავიწროვე და შეგზღუდე. ანუ შენ წინასწარ და პირდაპირ ეუბნები ქალს მისი სამომავლო პოტენციური პრეტენზიის შესახებ. ფაქტიურად ქალს აყენებ ისეთ პირობებში, რომ მან შენ უნდა დაგარწმუნოს იმაში, რომ ეგ არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა, ახლა მას შეუძლია თავისუფლად არჩევანის გაკეთება. თუ ის გადაწყვეტს, რომ გარწმუნოს, ჯერ ეს ერთი რომ სრულიად სუსტი პოზიციით შემოდის ურთიერთობაში და მერე მეორე ამ საკითხთან დაკავშირებით შენს ობიექტურ დადანაშაულებას ვეღარასდროს შეძლებს. ხოლო ამ ყველაფრის გაკეთება, რაც ახლა მოუყევი, არის ძალიან მარტივი. უბრალოდ ერთი ადგილი უნდა გქონდეს და მარტივად იზამ. თავისთავად თუ ქალის დაკარგვის შიში უფრო გაწუხებს, ვიდრე საკუთარი კომფორტი, ვერ იზამ ამას. თუ შენ მზად ხარ, რომ თავი შესწირო ქალს და თქვენს ურთიერთობას, ეგ ძალიან ცუდია. და თავისთავად შენ ამ სცენარის სწორად განვითარებას ვერ შეძლებ. მაგის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ, როდესაც ნამდვილად მიუღებლად მიგაჩნია ეგ მოვლენა, ნამდვილად გაწუხებს ეგეთი მომავალი და მაგის გამო ნამდვილად ხარ ამ წამსვე ურთიერთობის გაწყვეტაზე წამსვლელი. როგორც სულ ვამბობ, ბლეფი არ არის გამოსავალი. იმიტაცია კი არ არის პროგრესი. შენ არჩევანში არავინ გზღუდავს, შენი ხელით ირჩევ შენს მომავალს და შემდეგ მაგ არჩევანის გამო განიცდი. შენთვისვე საზიანო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გამო განიცდი, იმიტომ რომ თავის დროზე ვერ შეძელი ქალზე უარის თქმა. მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ახლა რაც მოუყევი არის ძალიან მარტივი და ზედაპირული რამ. მაგრამ ძალიან ბევრ დივიდენდებს გაძლევს. მაგალითად, როდესაც პრობლემურ ქალთან იწყებ ურთიერთობას, უნდა ხვდებოდე, რომ ახლო მომავალში დადგება ის მომენტი, როდესაც ურთიერთობაში ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლა დაიწყება. შენ კი უკვე წინასწარ შექმენი ის ვითარება, სადაც ნათლად ჩანს შენთან ურთიერთობაში რა პოზიციაც ეკუთვნის ქალს. შესაბამისად მომავალში ის მასშტაბურ ბუნდს აღარ მოგიწყობს. თუმცა ჩვენ იმასაც ხვდებით, რომ პრობლემურ ქალთან პრობლემები სულ იქნება. მაგრამ შენ უკვე მაგისთვისაც ხარ მზად, თუ ზგოზირით ხვდები მაგ ვითარებას. და მცირედი პრობლემის შემთხვევაშიც კი ეგრევე გაქვს დისტანცირების მეშვეობით მანევრირების საშუალება. რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ის არ ღვევს შეთანხმების პირობებს, შენ კი შენს თავში მის რეპუტაციულ ქულებს დამცირებ და მას თავიდან უწევს მაგ ქულების დაგროვება. და რაც მთავარია, შენ ამ ყველაფერს სრული თავდაჯერებულობით აკეთებ და არანაირი დანაშაულის გრძნობა არ გაწუხებს. იმიტომ რომ შენ არც არაფერი დაგიშავებია. ზუსტად ამ მიზეზით ის მალევე შეგირიგდება. მასში მალევე იწყებს დოფამინი და ოქსიტოცინი გამოყოფას. და მას თავიდან ეძლევა სტიმული, რომ მისი არასწორი ქცევის შედეგად დაკარგული ქულები დაიბრუნოს. რაც მასში შენს მიმართ კიდევ უფრო მეტ ბნებას აღვიძებს, რაც უფრო ღრმა შეყვარებულობას და მიჯაჭვულობას იწვევს. ყველაზე მთავარი კი აქ ის არის, რომ ასეთ ზედაპირულ და მარტივ რაღაცას ასეთი პოზიტიური და ძლიერი შედეგის მოტანა შეუძლია. ანუ დროული და სწორი მიდგომით პრობლემურ ქალთანაც კი წლების მანძილზე საკმაოდ კარგი და კომფორტული ურთიერთობა არის შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ამის რეკომენდაციას არ გაძლევთ, თუმცა ჩემი რეკომენდაციის გარეშეც ისედაც პრობლემურ ქალებს აკვდებით ზედ. ამიტომ მიწევს მექანიზმის ახსნა, რომ რამენაირად მაინც ეგ პრობლემები გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ახლა მე შემოგთავაზე ერთ-ერთი ძალიან მარტივი რეცეპტი, თუ როგორ უნდა მოსვა პრობლემური ქალი თავის ადგილზე ისე, რომ მისი პოზიციით ისიც კმაყოფილი იყოს. და ეს რეცეპტი უხდება ნებისმიერ ისტორიას. იმიტომ რომ ქალთა სრული უმრავლესობა პრობლემურია და აბსოლუტურად ყოველთვის იქნება რაღაც მის ცხოვრებაში, რაც შენ შეგიქმნის დისკომფორტს. ანუ რა არის მამაკაცთა უმრავლესობის მთავარი შეცდომა? ის რომ მათ ქალის დაპირებების სჯერათ. ის რომ მათ ქალის დედას გეფიცები არ ვიზამის სჯერათ. შემდეგ კი როდესაც მაგ ფიცს არ იცავს ქალი, იწყებენ მასთან ჩხუბს და საქმის გარჩევას. ასე იწყება ნეგატივების დაგროვება ურთიერთობაში და დანარჩენი ყველაფერიც მოჰყვება. მაგრამ როდესაც შენ ხვდები მის ბუნებას, შენ გეძლევა მისი მართვის ბერკეტები. და სრულიად მშვიდად და წყნარად მართავ მას, ყველასთვის სასურველი და პოზიტიური მიმართულებით. ანუ შენ წინასწარ იცი, რომ ქალის მაგ ფიცს და დაპირებებს არაფერი ფასი არ აქვს და არც უდგები სერიოზულად. ისე უდგები, რომ შეყვარებულია და თვითონაც არ იცის რა ებს ბოდავს. ის პატარა საყვარელი ბავშვია, რომელსაც ემოციურად თუ შეყვები ინფანტილური რომანტიკოსი მამაკაცივით, ეგ საყვარელი ბავშვი მომავალში შეიძლება დესტრუქციულ მონსტრად გადაიქცეს. იმიტომ რომ პრობლემური ქალი თავისი ემოციების მონა არის, ტყვე არის. მაგ ემოციებს კი მართვა სჭირდება. ხოლო მაგ ემოციების მართვა რომ შეძლო, ჯერ საკუთარი ემოციების მართვა უნდა შეძლო.
ეგ კი ძლიერი მენტალობის გარეშე ვერ გამოგივა. ხოლო შენი მენტალობის გაძლიერების პროცესის დასაჩქარებლად გთავაზობ შემდეგ ვიდეო კურსებს. პირველი, ქალის გაცნობა და ურთიერთობის დაწყება ძლიერი პოზიციიდან. მეორე, ქალთა ფსიქოტიპების შესამეცნად გთავაზობ ყველაფერი ქალების შესახებ. მესამე, ურთიერთობის მმართველი. და მეოთხეს გირჩევ ტოტალური იგნორის შემეცნებას, რომ უკეთ მიხვდე როგორ მუშაობს ქალის ბიოქიმია იგნორის დროს. ვიდეო კურსების კატალოგის ბმული ტრადიციულად აღწერაში და პირველ კომენტარშია. შესაძენად და ონლაინ ან პირად კონსულტაციაზე ჩასაწერად მომწერე WhatsApp-ზე.